მოგესალმებით, მეგობრებო. Scratch-ის დღევანდელ დავალებაში მე მინდა გაგირჩიოთ 2023 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდებზე მოსული Scratch-ის დავალება, რომელსაც ქვია დაიჭირე ბურთები. სანამ ახსნით ნაწილზე გადავალ, მოდი მანამ ვნახოთ რა იყო იდეა და რა შედეგი მივიღეთ. ანუ იდეა იყო, რომ ბურთი, რომელიც აქ არის მაღლა დგას, შემთხვევითი ადგილიდან ცვივა მაღლიდან. ეს თასი დაპროგრამებული არის კლავიატურის მართვის ღილაკებზე და მოძრაობს ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ. როდესაც მე დროშას დავაწვევი, აქ ეს დაჭერილი და გაშვებული ბურთები უნდა განულდეს, ხოლო როდესაც ბურთი დაიწყებს ქვემოთ მოძრაობას, თუ დავარდება ისე, რომ თასს არ შეეხება 4-ჯერ თუ დავარდება გაშვებული ბურთების რაოდენობა, თუ 4 გახდება, მოხდება წაგება, თქვენ წააგეთ, დამიწერს თამაში დასრულებულია, ხოლო თუ 5-ჯერ შევეხები თასს, მაშინ დამიწერს, რომ დაჭერილი ბურთების, ან თუ დაიჭერს თასი, დამიწერს, რომ თქვენ მოიგეთ თამაში და თამაში დასრულდება. გავუშვათ თამაში და ვნახოთ, შევამოწმოთ, წაგება მაინც მოვახერხოთ, თუ მოგებას ვერ მოვახერხებთ, ვნახოთ. მანამდე გამოდის შეტყობინება, რასაც ბურთი ამბობს. დავიწყეთ. ერთხელ შეეხო და დაეწერა, 3-ჯერ, 2-ჯერ შეეხო, ანუ ვერ მოვიგე, 2-ჯერ დაჭერილი ბურთები, 2-ჯერ დავიჭირე ბურთი, 4-ჯერ გავუშვი და შესაბამისად წავაგე თამაში. მოდი გადავიდეთ ახსნით ნაწილზე. ჩემს ეკრანზე თქვენ ხედავთ ახლა Scratch-ის ინტერფეისს და ვიდრე ახსნით ნაწილზე გადავალ, მოდი შევხედოთ სასერტიფიკაციო გამოცდების ამ ტესტში. 4-გულიანი საკითხი სპრაიტის შემოტანა. თამაში იწყება მწვანე ალამზე დაწყაბებით, პროგრამული კოდის გამოყენებით დამალე სპრაიტი 1 და აირჩიე სპრაიტი Ball და Ball. გადავედით Scratch-ი და დავიწყეთ. ანუ სპრაიტი 1 აწერია ამას და მისი სახელი იკითხება აქ. ამიტომ გვეუბნებიან, კი არ წაშალეთ სპრაიტი, არამედ პროგრამული კოდის გამოყენებით დამალე. ამიტომ მოვლენებიდან ვიღებ დროშას, იმიტომ რომ რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის დროშის ქვეშ უნდა გავწერო და შემდეგ ამის ქვეშ უნდა გამოვიყენო გარეგნობიდან ბლოკი დამალე. ანუ კატას ვეუბნები დაიმალე. და თუ მე მასე დავაწყაბებ, კატა დაიმალება. შემდეგ გვეუბნებიან, რომ სპრაიტების განყოფილებიდან შემოიყვანეთ 2 ბლოკი, 2 სპრაიტი. ერთს ქვია Ball და ვწერ ზებნაში Ball თასი და მეორე არის Ball. ანუ ესა ბურთი. ეს 2 სპრაიტი მჭირდება. ამის შემდეგ მეუბნებიან, რომ პროგრამული კოდის გამოყენებით შეცვალე სპრაიტი Ball და მიანიჭება 60% და 80%. მე თუ მეტყოდნენ უბრალოდ ზომაში შეამცირე სპრაიტები, მაშინ ავირჩევდი ზომებს აქედან. მაგრამ მე რადგანაც მეუბნებიან, რომ სპრაიტს პროცენტულად მიანიჭე კოდები, მაშინ ვიქცევი ასე. მოვლენებიდან ისევ დგები, ჯერ თასზე და მოვლენებიდან ვირჩევ, რა თქმა უნდა, დროშას და გარეგნობიდან ვეუბნები, რომ დააყენე ზომა. ასე კი არა, ამის შემთხვევაში ზომა არის 60 და ხელით შევიყვან 60, ხოლო ბურთის შემთხვევაში ზომას გვეუბნებიან, რომ დავაყენოთ 80-ზე. მოვლენებიდან ავიღებ აქაც დროშას და დავაყენებ 80-ზე, 80%. შემდეგი, ამის შემდეგ გვეუბნებიან მესამე ნაწილში, რომ შექმენით სპრაიტის სახელწოდებით მოგება და კოსტუმებში ჩაწერეთ ტექსტური შეტყობინობა, გილოცავ თამაში მოგებულია. დავაკოპირებ ახლა მე ამ ტექსტს, რომ ბევრი არ ვიწვალო და წავიღებ და შევქმნი სპრაიტს. უნდა შევქმნა სპრაიტი. სპრაიტის შექმნა, ანუ დახატვა ხდება სპრაიტების ველს, რომ თან მივიტან მაუს და ფუნჯს ავიღებ. გამოდის ესეთი ველი, სადაც Paint-ის ინსტრუმენტებია, სახატავი პროგრამა Paint-ის, ვაწვევი TEASO-ს, მეუბნებიან, რომ ფერი უნდა იყოს ერთ შემთხვევაში შრიფტის ფერი მწვანე, ამიტომ ავირჩევ აქ მწვანე ფერს, არ მეუბნებიან კონკრეტულად რა კოდით შეიძლება ეს მწვანე იყოს და ამიტომ უბრალოდ მწვანე ფერს ავიღებ და ის რაც დავაკოპირე, გილოცავ თამაში მოგებულია, Ctrl-V-ი ჩავსვი. აქ ზომების გაზრდა ხდება, თუ მივიტან მაუსის მიმთითებელს, გავზრდი
კუთხეებს, მართკუთხა კუთხეების მარკერებს და გაიზრდება. მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან, რომ სპრაიტს დაარქვის სახელი მოგება. ამიტომ სპრაიტის სახელს ვარქმევ თამაში. მოგება. ერთი პირობა შევასრულებთ. მოგება. იგივენაირად უნდა შევქმნათ წაგების სპრაიტიც და წავიკითხოთ რა უწერია მეორე ფუნქციაში. შექმენი მეორე სპრაიტის სახელწოდებით წაგება და ჩაუწერე თამაში დასრულებულია. შეტყობინება ჩაუწერე. მოვაკოპირე ესეც, წავედი ჩემს გამოტანილ სპრაიტის განყოფილებაში და ის რაც დავაკოპირე, გადმოვიტანე. თამაში დასრულებულია Ctrl+V და მისი ფერი უნდა იყოს ყვითელი, ნებისმიერი ყვითელი აირჩიეთო. გავზრდი ზომას ჩემს სასურველ გემოზე. აქ შემიძლია დავარქვა ასევე, რომ თქვენ წააგეთ ან რაიმე დავაწერო კიდევ შეიძლება. თქვენ წააგეთ. მაგრამ თუ ეხლა გამოსვლისთვის აკეთებთ, არ არის სასურველი დამატებით რამე დააწეროთ, რასაც გვეუბნებიან, მხოლოდ ის უნდა დავაწეროთ. ხოლო წაგებას რო ქვია, სახელის დარქმევა ხდება აქედან. წაგება დავაწეროთ სპრაიტს აქ. შემდეგი, ეხლა გავაგრძელოთ პირობა. კიდევ გვეუბნებიან, რომ აირჩიეთ სცენისთვის ფონი neon tone. გადავედით ფონების განყოფილებაში, რომელიც გვაქვს მარცხენა კუთხეში, მარჯვენა კუთხეში უკაცრავად და ვირჩევთ ფონებს. neon-ს ვირჩევთ. ჭყალები მოუცილოთ, რომ გამოვიდეს ეს ფონი, ანუ ამ ფონზე გვაქვს საუბარი. დავბრუნდეთ კოდების განყოფილებაში და მივყვეთ ინსტრუქციას. შემდეგი, ანუ ეს 4-ქულიანი საკითხი მოვრჩით, ეხლა წამოვიდეთ და მივხედოთ გაგრძელება სპრაიტის დაპროგრამება, ყველაზე მთავარი 7-ქულიანი საკითხი. პროგრამული კოდების გამოყენებით სპრაიტ ბოულს მიანიჭეთ საწყისი კოორდინატები x1 და y-92. სპრაიტების კოორდინატები ყოველთვის უნდა ვეძებოთ მოძრაობის განყოფილებაში და ავიღოთ აქედან საწყისი კოორდინატი x და y 1 და 92 უნდა იყოს. ამის შემდეგ იგივე უნდა გავაკეთოთ ბურთის შემთხვევაში, უნდა მივანიჭოთ საწყისი კოორდინატები, ოღონდ აქ საწყისი კოორდინატები არის -62 და -63. 163. შემდეგი, გავაგრძელოთ პირობის წაკითხვა. სპრაიტი ბოლ იმართება კლავიატურის ღილაკების გამოყენებით. მაშასადამე დავდექი სპრაიტზე ბოლ, ანუ თასი და უნდა დავაპროგრამო ჩემი სპრაიტი თასი კლავიატურის მართვის ღილაკებით. აქედან გამომდინარე, მოვლენებში გვაქვს ესეთი ბლოკი, როდესაც აჭერ ღილაკს. თუ ჩამოვშლით ამას, გვხვდება ის არის ზევით, ის არის ქვევით, ის არის მარცხნივ, ის არის მარჯვნივ. და რადგანაც კლავიატურას 4 მართვის ღილაკი აქვს, ამიტომ 4-ჯერ დაგვჭირდება ამის გადმოტანა. იქიდან რომ არ ვიწვალოთ, შეგვიძლია მარჯვენა ღილაკზე დაწყაპებით დუბლირება გავაკეთოთ. და 4-ვე მიმართულებით უნდა ვამოძრაოთ ჩვენ ეს თასი. ამიტომ გვაქვს კოორდინატები ასე განლაგებული. გადავდივართ ეხლა ჩვენ მოძრაობის კატეგორიაში და მოძრაობის განყოფილებიდან ვირჩევთ შეცვალე x და y. ანუ ვიცით, რომ საკოორდინატო სიბრტყეზე x და აქ სქრეჩის სიბრტყეზე გვაქვს x დადებითი მხარე მარჯვნივ, x უარყოფითი მხარე მარცხნივ, y დადებითია მაღლა, y უარყოფითია დაბლა. ანუ ასე რომ იმოძრაოს ჩემმა სპრაიტმა, უნდა მივუთითო ეს კოორდინატები შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, გადმოვიტანე შეცვალე x და შეცვალე y. ეს ორი ბლოკი მინდა და დავიწყეთ. შეცვალე, როდესაც ის არის ზევით არის მიმართული, ჭირდება რომ შეცვალოს y 10-ით. შემდეგ ის არის ქვემოთ როცა არის მიმართული, უნდა შეცვალოს y -10-ით და აქ ხელით ჩავწერ -10-ს. როდესაც ღილაკი მარჯვნივ დაჭერილია, მაშინ უნდა ავირჩიოთ
x-ი, შეცვალე x-ი. შეცვალე x-ი 10-ით. მიანიჭე არ გვინდა არ შეგვეშალოს. შეცვალე x-ი 10-ით, როცა მარჯვნივ მიდის 10-ით, როცა მეორე მხარეს მიდის -10-ით უნდა შეცვალოს x-ი. ეხლა დავტესტოთ. ხომ ნამდვილად მუშაობს. ამიტომ გინდა აქ დავაჭიროთ ხელი და დავტესტოთ, რომ ნამდვილად მიდის ზევით, ქვევით, მარჯვნივ და მარცხნივ, გინდა კლავიატურის მართვის ღილაკებიდან. ანუ თასზე რაც გასაწერი იყო გავწერეთ და გავაგრძელოთ პირობის წაკითხვა. პროგრამული კოდის გამოყენებით თამაშის დაწყებისას მწვანე ალამზე დაწყაპებით სპრაიტი მოგება და წაგება არ ჩანს სცენაზე. ანუ ეს მოგება და წაგება სცენაზე არ ჩანს, ეს ორი სპრაიტი. ამიტომ გადავდივარ მოგების სპრაიტზე და ვეუბნები ასეთ რამეს, როდესაც დროშა დაჭერილია, გაქრეს ეს ჩემი სპრაიტი სცენიდან. მაგრამ რადგანაც გაქრობას გვეუბნებიან, ამიტომ აუცილებლად გამოჩენასაც მოგთხოვენ როდისმე და ამიტომ თუ გამოჩენის ბლოკს წინასწარ მოვიმარაგებთ და კუთხეში დავსვავთ, ამით არაფერი დაშავდება. გადავიდეთ წაგებაზე და იგივე გავაკეთოთ წაგების შემთხვევაშიც. როდესაც აჭერ დროშას ხელს მოძრაობის განყოფილებიდან, უკაცრავად გარეგნობის განყოფილებიდან ავირჩიოთ დაიმალე. დაიმალოს მოგებას და წაგებაც დაიმალოს და აქაც გამოჩენა წავიღოთ და შევინახოთ. შესაბამისად, როდესაც მთავარ დროშას დავაჭერ, ორივე სპრაიტი წაგების და მოგების სცენიდან გაქრება. შემდეგ გავაგრძელოთ პირობის წაკითხვა. სპრაიტი ბალს გამოაქვს შეტყობინება. შეტყობინება არის ასეთი: თამაშს მოიგებ თუ დამიჭერ 5-ჯერ, 4-ჯერ გაშვებისას წააგებ თამაშს. აქედან გამომდინარე, უნდა დავაკოპირო ეს, რადგანაც მეუბნებიან მე, რომ გამოაქვს შეტყობინება, აი როცა ამ წინადადებას მეუბნებიან, ამიტომ გარეგნობიდან გამოაქვს სპრაიტს იმას ნიშნავს და შესაბამისად ვდგები ბურთზე და ვეუბნები ასეთ რამეს გარეგნობიდან, რომ თქვი ის რაც დაგვიწერეს, გამარჯვების მაგივრად ჩავაკოპირებ ის რაც, ანუ თუ დამიჭერ 5-ჯერ, 4-ჯერ გაშვებისას წააგებ თამაშს და ანუ თამაშს მოვიგებ თუ დამიჭერ 5-ჯერ, 4-ჯერ გაშვებისას წააგებ თამაშს. და ეს უნდა 3 წამის განმავლობაში უნდა თქვას ეს რაღაც. მართლაც ეხლა მე თუ დავაჭერ აქ გამოვა შეტყობინება, თამაშს მოიგებ თუ დამიჭერ 5-ჯერ, 4-ჯერ გაშვებისას წააგებ თამაშს, ხო? თუ 4-ჯერ გაუშვებ ბურთს. ამის შემდეგ წავიკითხოთ კიდევ რა პირობას გვეუბნებიან. სპრაიტი ბალ მოძრაობს ქვემოთ, ქვედა საზღვარს რომ მიაღწევს, სპრაიტი ბალ ქრება და ჩნდება შემთხვევით წერტილში. ეხლა დავიწყოთ ამ იდეის გაკეთება, მაგრამ მანამდე, რადგანაც ცვლადები გვაქვს შემოსატანი, მოდი შემოვიტანოთ ჯერ ცვლადები, რომ რისთვის გავწეროთ აი ეს პროგრამა, ის რომ მეტად თვალსაჩინო იყოს. ამიტომ გადავიდეთ ეხლა ცვლადების განყოფილებაში და შემოვიტანოთ შეტყობინება. ორი მთვრელი უნდა შემოვიტანოთ, დაჭერილი ბურთები, გაშვებული ბურთები. გადავდივარ ცვლადების განყოფილებაში და ვეუბნები შექმენი ცვლადი, დაჭერილი ბურთები. ოკეი. დაემატა. შევქმენი მეორე ცვლადი, გაშვებული ბურთები. ოკეი. დაემატა. ანუ ორივე მთვრელი უკვე დამატებულია, დაჭერილი ბურთები და გაშვებული ბურთები, მაგრამ დამატებული არის, მაგრამ სად უნდა მივანიჭოთ ეხლა, რომ როდესაც მე დროშას დავაწვევი, ყოველთვის ეს უნდა განულდეს, ამიტომ ცვლადებიდან ვირჩევ მიანიჭე ყოველთვის, როცა გაშვებული ბურთები იქნება 0 თავიდან დროშაზე დაჭერით
და ასევე მიანიჭე დაჭერილი ბურთებს 0. ანუ ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ესე იყოს თავდაპირველად. ამის შემდეგ გავაგრძელოთ პირობა კიდევ რას გვეუბნება. თამაშის მოგების შემთხვევაში სპრაიტი ბალ 5-ჯერ დაჭერის შემთხვევაში გამოდის შეტყობინება გილოცავ თამაში მოგებულია, ხოლო წაგებისას გამოდის შეტყობინება 4-ჯერ გაშვებისას თამაში დასრულებულია. დავიწყეთ ახლა, დანარჩენს პირობა არაფერს არ გვეუბნება, ამიტომ ჩვენთვის რაღაცები უნდა მოვაკვაროთ. პირველი პირობა, რაც გასაწერი გვაქვს, არის ის, რომ ბურთი შემთხვევითი მიმართულებით ჩდება ზედა საზღვარზე და აქედან იწყებს დაბლა ვარდნას. ამიტომ დამჭირდება მოძრაობიდან კოორდინატი გადადი. და ასევე დამჭირდება ოპერატორებიდან შემთხვევითი ოპერატორი, რომელიც გამიკონტროლებს რა ჰორიზონტზე უნდა იმოძრაოს ჩემმა სპრაიტმა და რადგანაც იქიდან გამომდინარე ვიცით, რომ x კოორდინატი მაქსიმალური მნიშვნელობები არის -240-დან 240-მდე. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურ მნიშვნელობას 240-ს ცოტას დავაკლებთ, იმიტომ რომ კუთხეებში არ დაგვემალოს ბურთი და აი აქ ჩავწერთ 230 მინუსით. -230 და +230. და აი ამ შემთხვევით ბლოკს ჩაუსვავთ გადადის. ნახეთ, ვეუბნები, რომ გადადი x-ზე შემთხვევითი მიმართულებით და იმოძრავე ამ კიდიდან იქამდე. მაგრამ y-ის მაქსიმალური მნიშვნელობა, რადგან მაღლა არის 180, ამიტომ აი აქ y-ში მივუთითებ, ან 180, ან 170 შეიძლება, რომ სულ არ დამეკარგოს ბურთი. შესაბამისად, ჩემი ბურთი ავა მაღლა, რამდენჯერაც დავაწვევი, სხვადასხვა მიმართულებით, შემთხვევით მიმართულებით გაჩნდება ყველა დაჭერაზე. ნახეთ? ყველა დაჭერაზე გაჩნდება შემთხვევით ზედა ადგილას. ახლა შემდეგი პირობა გვაქვს ასეთი, რომ ბურთი, რომელიც იყო მაღლა, უნდა ჩამოვიდეს, დაეშვას დაბლა და მიაღწიოს მინიმალურ მნიშვნელობას, ანუ უნდა შეიცვალოს y. y-ის მინიმალური მნიშვნელობამდე უნდა ჩამოვიდეს. შესაბამისად, მოძრაობის განყოფილებიდან უნდა ავიღოთ შეცვალე y. შეცვალე y -10-ით. შესაბამისად, თუ კი მე ამ y-ს ხელს დავაჭერ, დავინახავ, რომ ჩემი ბურთი მართლაც მოდის ქვემოთ. და ამის შემდეგ მე უკვე მჭირდება თუ ბლოკი, ანუ if-ი, რომელიც საშუალებას მომცევს, რომ შევასრულო რაღაც პირობა. და რა პირობა უნდა შევასრულო კონკრეტულად? ანუ თუ ბურთი მიაღწევს მინიმალურ მნიშვნელობას, მაგრამ ჯამმა ვერ დაიჭირა, ისე ჩამოვარდა, რომ ჩამოვიდა ზღვარამდე, მაგრამ ვერ დაიჭირა ჯამმა, ანუ ამას ქვია გაშვებული ბლოკების რაოდენობა, ერთით უნდა მოიმატოს ჩემმა თვლელმა გაშვებული ბურთების რაოდენობა ერთით უნდა მოიმატოს და ისევ ავიდეს უკან. ეს პირობა უნდა შევასრულო. იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით, რომ ქვედა ზღვარი არის -180 და გვეუბნებიან, რომ ქვედა ზღვარს უნდა მიაღწიოს ისე, რომ ბურთს არ შეეხოს და გაშვებული ბურთები უნდა ერქვას, ამიტომ ვიღებთ ასეთ ოპერატორებიდან, ვიღებთ ტოლია ბლოკს, სვავთ თუ ოპერატორში და ვეუბნებით, თუ y-ის მდებარეობა, მოძრაობიდან ვიღებთ y-ის მდებარეობას, თუ y-ის მდებარეობა ტოლი გახდება -180-ის, მაშინ რა უნდა მოხდეს? მაშინ შეცვალე გაშვებული ბურთების რაოდენობა 1-ით. ამიტომ ცვადებიდან ვიღებთ შეცვალე ბლოკს
სვავთ აქ და ვეუბნებით, რომ შეცვალე გაშვებული ბურთების რაოდენობა 1-ით. შესაბამისად, ვიღებთ ასეთ თუ ბლოკს, ოღონდ დაჭერილი ბურთების შემთხვევაში, მაგრამ მანამ აი ამით მოხდა ის, რომ ერთი მოქმედება შეასრულა ბურთმა, ერთი დაშვება. ეს რომ ისევ ბურთი უკან დაბრუნდეს, ამიტომ გვჭირდება ეს პირველი ბლოკი, რომლითაც მაღლა ბრუნდება ისევ ბურთი, ამიტომ დუბლიკატს გავაკეთებ პირველი ბლოკისას და ჩავსვავ აქ. ეხლა განვიხილოთ შემთხვევა და დავწეროთ იმისთვის პირობა, იმ შემთხვევაში რა მოხდება, თუ კი ბურთი შეეხება ჯამს, ანუ თუ კი ბურთს დაიჭერს ჯამი, რა მოხდება. ამიტომ ისევ გვჭირდება მართვიდან თუ ბლოკი და ეხლა უკვე გვჭირდება სენსორებიდან შეხების ბლოკი, როდესაც ეხება ოღონდაც თავის მაჩვენებელს არა და ეხება ბოლს, თას როდესაც შეეხება, რა უნდა მოხდეს ამ დროს? უნდა შეიცვალოს დაჭერილი ბურთების რაოდენობა. ამიტომ ცვადებიდან გადმოგვაქვს შეცვალე, ოღონდ დაჭერილი ბურთების რაოდენობა უნდა შეიცვალოს. ისევ დავაკოპირე პირველი ბლოკი, იმიტომ რომ ამის შემდეგ უკან უნდა დაბრუნდეს ისევ ჩემი ბურთის აწყის პოზიციაზე და ეხლა უკვე გავაგრძელოთ და ვეუბნებით ესეთ რამეს. უკვე 4 და 5 ვარიანტი უნდა განვიხილოთ, თუ გაშვებული ბურთები გახდება 4-ის წაგება მოხდეს, თუ მოგებული გახდება 5-ის, მოხდეს მოგება. დავიწყეთ ისევ გვჭირდება თუ ოპერატორი და ვეუბნები ასეთ რამეს, თუ გაშვებული ბურთების რაოდენობა. ტოლი გახდება 4-ის და აქ უთითებთ გაშვებულ ბურთებს, მაშინ უნდა გადაეცეს შეტყობინება, რა? გადაეცი შეტყობინება, წაგება. ვიღებ ახალ შეტყობინებას და ვწერ წაგება. შესაბამისად უნდა გავაკეთო მოგებაზეც, ოღონდაც ეხლა რო არ ვიწვალოთ, დავადუბლირებ აი ამას და მხოლოდ შევუცვლი გაშვებული ბურთის ნაცვლად ცვადებიდან ავიღებ დაჭერილ ბურთებს. 4-ის ნაცვლად ჩავწერ 5-ს, იმიტომ რომ 5-ის შემთხვევაში უნდა მოხდეს მოგება და ჩამოვშლი წაგებას და მივცემ ახალ შეტყობინებას, მოგება მოხდეს ამ დროს. ანუ, როდესაც დაჭერილი ბურთების რაოდენობა მიაღწევს 5-ს, გადაეცეს შეტყობინება მოგება, მაგრამ ვის უნდა მიუვიდეს ეს წაგების და მოგების შეტყობინებები, რა თქმა უნდა, მოგების და წაგების პრაიტებს. შესაბამისად, გადავდივარ მოგების პრაიტზე და ვეუბნები ასეთ რამეს, როდესაც მიიღებ შეტყობინებას მოგება, მაშინ გამოჩნდი. როდესაც იღებ შეტყობინებას მოგებას. შესაბამისად ვეუბნები წაგების პრაიტსაც, როდესაც ვიღებ შეტყობინებას წაგება, მაშინ გამოჩნდი. გადავიდეთ ახლა ბურთების განყოფილებაზე და დაგვრჩა ბოლო დეტალი. ბოლო დეტალი არის ის, რომ თამაში როგორ დავიწყო, როცა ამას თავი არ ადგას. ამიტომ ისევ შევდივარ მოვლენებში და ვეუბნები, რომ როდესაც ვიღებ შეტყობინებას დაიწყე, როდესაც დაწყების შეტყობინებას ვიღებ, თამაშის დაწყება მოხდეს. ამიტომ ავიღე, როდესაც ვიღებ შეტყობინებას და შევქმნა ახალი შეტყობინება დაწყების. დაწყება. დავიწყე და გადავეცი აი ამას. ამიტომ გადაეცი დაწყების შეტყობინება ამ ალგორითმს, რომ თამაში დავიწყო. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ერთჯერად და თუ არ ჩავსვი მუდმივობაში, მხოლოდ ერთხელ ჩამოვარდება და თამაშს ვერ შევძლებ. ამიტომ მართვიდან ავიღოთ მუდმივობა და შეცვალედან, აი ამ ველიდან უკვე ჩავსვათ მუდმივად ეს ყველაფერი და ასევე გადაეცი, როდესაც მოხდება წაგება, გაჩერდეს თამაში, როდესაც მოხდება მოგება, გაჩერდეს თამაში. ამიტომ მოვლენებში გვაქვს ბლოკი გააჩერე ყველაფერი და მივადგავთ, მართვაში უფრო არის ეს ბლოკი და გააჩერე ყველაფერი.
მივადგავთ ორივეს აი ამ ბლოკს. და დავასრულეთ ამით თამაში. მოდი შევამოწმოთ რა გამოგვივიდა, დავაჭირეთ დროშას, გამოვიტანა მართლა თამაშს მოიგებ თუ დამიჭერა ამდენჯერ და ასე შემდეგ. აბა მოვახთინოთ ახლა მოგება, რომელს მოვასწრებ, ვერ მოვასწარი, თქვენ წააგეთ, თამაში დასრულებულია, მეუბნებიან, იმიტომ რომ 4-ჯერ გავუშვი ბურთი, ვერ მოვასწარი მეხუთე ბურთის დაჭერა. ივარჯიშეთ, შეასრულეთ მსგავსი სავარჯიშო, გისურვებთ წარმატებებს. არ დაგავიწყდეთ სახელის დარქმევა მაღლა, რომ ამას ქვია ბურთების დაჭერა. დავალების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ თუ ფაილს დააჭერთ და შეინახეთ შენს კომპიუტერში, შენახული ფაილის დატვირთვა შეგიძლიათ აქედან. თუ ონლაინში მუშაობთ და დავალება უკვე ავტომატურად ინახება, ან შეგიძლიათ შეინახე ახლას დააჭირო, ხოლო შენახული პროექტები ინახება ჩემს ნაშრომებში. გაზიარება ხდება აქედან. გაზიარება საჭიროა იმისათვის, რომ თუ კი ვინმეს გინდა რომ ლინკი გაუგზავნო, მან შენი ნამუშევარი გახსნას და აიპოვოს. თუ კი გაზიარება ჩართული არ არის, ნამუშევრის ჩართვას, შემოწმებას და ნახვას ვერ შეძლებს სხვა ონლაინ სივრცეში. გისურვებთ წარმატებას.